გათავისუფლებული არის საჯარო ბაღის ნომერ 17 საჯარო ბაღის დირექტორი ლელა ბაქრაძე. მას 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა დირექტორობის პოზიციაზე მუშაობის, თუმცა მოულოდნელად 2 დღის წინ მას უთხრეს, რომ სამსახური უნდა დატოვოს და ჩააბარეს სამსახურიდან დატოვების ბრძანება. თუმცა მიზეზები ბაღში არ იციან, მათ შორის თუ რა გახდა ლელა ბაქრაძის მოულოდნელად ბაღის დირექტორობიდან გათავისუფლების მიზეზი არ იცის მან, ვინც დღეს უკვე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. დირექტორები, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს საჯარო ბაღებიდან და ჩვენ დაზუსტებით გვაქვს ინფორმაცია, რომ 4 ბაღიდან გაათავისუფლეს დირექტორები, მათ მოვალეობას ამ წუთებში ასრულებენ დირექტორის მოადგილეები, თუმცა სააგენტოს შეუძლია სხვა კადრი დანიშნოს ბაღების დირექტორად. მე-17 საჯარო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ არანაირი ინფორმაცია ბაღს იმის თაობაზე თუ რა გახდა გათავისუფლების მიზეზი არ აქვს, იყო მონიტორინგი, თუმცა გეგმური მონიტორინგი ბაღებში ტარდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივი პროცესი არის და ამ გეგმურ მონიტორინგს არასდროს არ მოჰყოლია მსგავსი გათავისუფლების სერია, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ. ბაღებში რამდენიმე თვის წინ, კონკრეტულად მარტის თვეში გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესში, მაშინ ბაღების სააგენტო ამტკიცებდა, რომ რეორგანიზაციის პროცესს გათავისუფლებები არ მოჰყვებოდა, თუმცა ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ გათავისუფლებების სერია დაწყებული არის საჯარო ბაღებში და გათავისუფლებული არის 4 დირექტორი. ალბათონი ლელა არის დირექტორი ჩვენი ბაღის, ოღონდ ამჟამად განთავისუფლებული. ჯერჯერობით ჩვენ ეს არ ვიცით, მე ვარ მოადგილე, ვასრულებ მოვალეობას დირექტორის მოვალეობას. ჯერ ჩვენ ამაზე არ გვაქვს პასუხი. და რატომ განთავისუფლდა თქვენ ეს ინფორმაცია არ მაქვს? მონიტორინგი იყო შემოსული? არ ვიცი, მე უშაბათს გამოვედი სამსახურში. და როდის გაანთავისუფლეს ხაბატონი? არ ვიცი, მე უკვე არ იყო რომ გამოხვედით? არა იყო, მე მგონი იყო, იმიტომ რომ მე შემატყობი ეს რო ცვლილებებს აქ ადგილი და ამ წუთში თქვენ უნდა შეასრულოთ მოვალეობა. თუმცა რატომ არ უთქვით? არა. რამდენი წელია ხაბატონი იყო დირექტორი? შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, იმიტომ რომ ხაბატონი ლელა რამდენთაც ვიცი 2015 წლიდან არის დირექტორი. იმიტომ ყაშუდებოდა რომ პოლიტიკურ პროცესებს ან ვინმე ხომ დადიოდა აქციებზე ბაღიდან ის გამოჩნდა. აბსოლუტურად მშვიდად მუშაობდით, ჩვენ ეს პრობლემები პოლიტიკური საერთოდ არ შეგხვდება. მონიტორინგი ისე ხომ იყო ხოლმე ბაღში, ხშირად ხდებოდა მონიტორინგი ბაღის, თუმცა განთავისუფლება მონიტორინგს არ მოყოლია ხომ აქამდე? ხო, ახლა აქამდე არ ყოფილა ესეთი შემთხვევა რა. რავიმე თანამშრომელი შიგნით ბაღიდან არის განთავისუფლებული? არ ვიცი. აბსოლუტურად ჩემი თანამშრომლები სულ ყველა ადგილზე არიან და ყველა მოვალეობას ასრულებენ. პირველი ინფორმაციით შედგენილი არის შავი სიები და სწორედ უკვე წინასწარ დაწერილი და გამზადებული სიების მიხედვით ათავისუფლებენ ახლა უკვე ბაღებიდან არა მხოლოდ დირექტორებს, არამედ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც პროევროპულ აქციებზე მხარდაჭერის მიზნით იყვნენ და ეს ინფორმაცია უკვე ბაღების სააგენტოს აქვს. თავად ბაღების სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ დირექტორებთან ერთად რამდენიმე თანამშრომელიც არის გათავისუფლებული. გათავისუფლებული არის მანანა ხეცურიანი, რომელიც 21-ვე საჯარო ბაღის დირექტორი იყო. მანანა ხეცურიანის ბაღში, 21-ვე საჯარო ბაღში, რომელიც ვარკეთილში მდებარეობს, ამ წუთებში ბაღის დემონტაჟი მიმდინარეობს, ამიტომ სამგზელო პროცესი 2 ბაღში არის გადანაწილებული ვარკეთილში. ეს არის 200-ათე საჯარო ბაღი და 176 საჯარო ბაღი და სწორედ როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მონიტორინგის სამსახური 176 ბაღში შევიდა იმის გამო, რომ 22-ვე საჯარო ბაღში არსებული დარღვევები აღმოჩნდა. სამგზელო პროცესის ნაწილი 176 ბაღში არის ახლა სწორედ დემონტაჟის გამო გადატანილი. იქ იმყოფებოდა მანანა ხეცურიანიც, თუმცა თავად მანანა ხეცურიანი, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მონიტორინგს ამ ეტაპისთვის არ აქვს ინფორმაცია, რამდენად უკავშირდება მისი გათავისუფლება მონიტორინგს, რადგანაც ჯერჯერობით დასკვნა თუ რა წერია მონიტორინგის დასკვნაში თვალით არ უნახავს არც თავად მანანა ხეცურიანი
აბსურიანტს და არც სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ამ მომენტისთვის ბაღში არიან დარჩენილები. 22 საჯარო ბაღშიც დირექტორის მოვარეობას დირექტორის მოადგილე ასრულებს. ჩვენ მას გავესაუბრეთ და ვკითხეთ თუ რა წერია მონიტორინგის დასკვნაში, რა მძიმე დარღვევები იყო ბაღში აღმოჩენილი, რის გამოც გამოსული დირექტორი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, თუმცა ამჟამინდელმა მოვარეობის შემსრულებელმა ამ ინფორმაციას არ ფლობს. ის აცხადებს, რომ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და არ აქვს ინფორმაცია, რატომ გაანთავისუფლეს დირექტორი თანამდებობიდან. როდის გაანთავისუფლეს ეს გვაინტერესებს? მიმართეთ სააგენტოს. რა დარღვევა აღმოაჩინა მონიტორინგმა? მაგას ვერ გეტყვით. ისე აღმოაჩინა მე დარღვევა? კი, აღმოაჩინა დარღვევა. მაგას პირადად საბუდოების ბრალი იყო ეს დარღვევა? ეგ უკვე სააგენტოს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებებს მიარღვევ. ამ დრომდე როცა ხორციელდებოდა ხოლმე მონიტორინგები, ამ დროს ვინმეს გათავისუფლება მონიტორინგს მოხოლია ხოლმე? არა, არ ვიცი, არ მახსენდება. რამდენად ხშირად ტარდება ეს მონიტორინგი ბაღებში და რაში ხშირად ტარდება, ყველაფერს ამოწმებენ ყოველთვის. და რა დარღვევა იყო თქვენ თუ ხარ ახლა არ ვიცი ზუსტად რა დარღვევა იყო და თვალით ნახეთ? კი, ნახეთ. და რა ეწერა? სააგენტოს მიმართეთ. რის გამო გაუშვეს სამსახურიდან? არ მოგკითხეთ, იქნებ პოლიტიკური. თვითონ მოიკიდე, არავით არის პოლიტიკური მიზანი, რა შორისია პოლიტიკური თანამშრომლები ან თავისუფლია არც თვითონ და არც არავინ არ დადიოდა აქციებზე და არა, მე არ ვიცი ეს პირადი მაგათი გადაწყვეტილებაა და დაგტოვებთ. ბაღებში ჯერ კიდევ 20 მარტს გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი, თუმცა მაშინ ბაღების სააგენტო აცხადებდა, რომ ამ რეორგანიზაციას რეპრესიული ხასიათი არ ექნებოდა. ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ პროცესს, როგორ ათავისუფლებენ დირექტორებს თანამდებობიდან. ნომერ 1 საჯარო ბაღი, მე-17 საჯარო ბაღი, 22 და 38 საჯარო ბაღის დირექტორები არიან განთავისუფლებულები და ასევე განთავისუფლებულები არიან თანამშრომლები. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით ნომერ 1 საჯარო ბაღში 10-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს პოზიცია. თავად ბაღების სააგენტო აცხადებს, რომ კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო ბაღებში რეორგანიზაციის პროცესის პარალელურად, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სააღმრძელო პროცესის შემოწმების კუთხით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და აღმოჩენილი არის ძალიან მძიმე დარღვევები, რის გამოც პასუხისმგებლობა დაეკისრა სწორედ ამ ბაღების დირექტორებს. თავად თუ რა წერია მონიტორინგის დასკვნაში, რა გახდა ოფიციალური მიზეზები და რა სიმძიმის და რა სახის დარღვევებზე არის საუბარი, ეს ინფორმაცია მედიისთვის არის ხელმიუწვდომელი, ასევე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მანანა ხეცურიანთან, რომელიც არის 22 საჯარო ბაღის დირექტორი და ისიც აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მონიტორინგის დასკვნა მასაც არ უნახია.